ეს ამოუხსნელი ისტორიული საიდუმლოებები ათწლეულებია ექსპერტებს აოცებს. მათი ამოხსნა შეიძლება სიმშვიდე მოუტანოს ამ საქმეში ჩართული ადამიანების ოჯახებს, ან შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა ისტორიულ ეპოქაზე. მაგრამ ხშირად იმის შანსი, რომ შემთხვევით მივაგნოთ მინიშნებებს, რომლებიც ამ უცნობ მოვლენებს ნათელს მოვფენს, უკიდურესად მცირეა. ჩვენგან უმეტესობას ოდესმე უვარდებია თავში ფიქრი, რომ ბაღში, მინდორში ან ტყეში საგანძურს იპოვიდა, მაგრამ ძალიან ცოტას გაუმართლა და ასეთი აღმოჩენა მართლაც გაუგეთებია. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი არის სებასტიან ერცევენი, რომელმაც სახლის რემონტის დროს შემთხვევით გააკეთა გამორჩეული აღმოჩენა. სახლი, რომელიც მდებარეობს ჰაგენში, დასავლეთ გერმანიაში, სებასტიანის დეიდას ეკუთვნის. ის პანიკაში ჩავარდა, როდესაც სახლი დააზიანა წყალდიდობამ, რომელიც ამ რაიონს 2021 წელს დაატყდა თავს და სებასტიანმა გადაწყვიტა ჩარეულიყო და რემონტი გაეკეთებინა. ბევრი სხვა ადამიანი ამ რაიონში გაღატაკდა წყალდიდობის შემდეგ და მილიარდობით დოლარის ზიანი მიადგა შენობებსა და ინფრასტრუქტურას. სახლის საცხოვრებლად ვარბის მდგომარეობაში დაბრუნება საკმაოდ რთული ამოცანა უნდა ყოფილიყო, მაგრამ სებასტიანი გულმოდგინედ შეუდგა საქმეს და უკვე კარგ პროგრესს მიაღწია, როდესაც რაღაც აღმოაჩინა, რისიც არ ჯეროდა. ერთ მომენტში მან შენიშნა ხის ნაჭერი, რომელიც წყალდიდობის წყალობით ელპობას იწყებდა და გადაწყვიტა კედლიდან, რომელსაც ის იყო მიმაგრებული, მოეშორებინა. მან კედლის შიგნით რაღაც უცნაური შენიშნა და გაოცებული დარჩა, როცა აღმოაჩინა, რომ ეს იყო გაზეთი, რომელიც 1945 წლით თარიღდებოდა, იმ წლით, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს აღმოჩენა უკვე აღაფრთოვანებდა, გაზეთი მხოლოდ აისბერგის წვერი იყო. შემდეგ მან კედლიდან ომისდროინდელი ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. შემდეგ კი გაზის ნიღბები, ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის გმუშათა პარტიის არწივები და დოკუმენტების საცავი, რომელიც თავდაპირველად ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის სახალხო კეთილდღეობის ორგანიზაციას ეკუთვნოდა. სებასტიანმა განაცხადა, რომ როდესაც კედლიდან კიდევ უფრო მეტ არტეფაქტს ირებდა, ტანში ჟრუანდელმა დაუარა, როცა გააცნობიერა, რომ ეს ნივთები ისტორიულად მნიშვნელოვანი იყო და ისინი მისი დეიდის სახლის კედელში 10 წლეულების განმავლობაში იდო ისე, რომ მის ოჯახში არავის არაფერი გაეგო. შემდეგ მან აღმოაჩინა რამდენიმე კასტეტი, რომელსაც გერმანელი ჯარისკაცები ომის დროს იყენებდნენ, მაგრამ ყველაზე გამორჩეული იყო ის, რომ მან იპოვა ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მუშათა პარტიის დიქტატორის პორტრეტი, ასევე მინიმუმ კიდევ ერთი პორტრეტი ამავე პარტიის სხვა წევრის. მიჩნეულია, რომ ეს ყველა ნივთი სახლის კედლებში 1945 წელს დამალეს, როცა ნათელი გახდა, რომ გერმანია ომს აგებდა და როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ჰაგენისკენ მიემართებოდნენ. ადამიანს, რომელმაც ეს ნივთები დამალა, ალბათ ჰქონდა განზრახული, რომ ოდესმე დაბრუნებულიყო სახლში და აეღო ისინი, მაგრამ მისი ვინაობა უცნობია და მისი ბედი საიდუმლოდ რჩება. ისინი ცდილობდნენ დაეზღვიათ, რომ ეს ნივთები მტრის ხელში არ აღმოჩენილიყო და ისინი ამ კედლის უკან შეუმჩნევლად დარჩა 10 წლეულების განმავლობაში. უმეტესმა ადამიანმა იცის, რომ მეფე ლუი მე-16-მ თავი დაკარგა საფრანგეთის რევოლუციის დროს, მაგრამ ის ერთადერთი ფრანგი მეფე არ ყოფილა, ვინც ასეთ საშინელ ბედს შეეწირა. მეფე ანრი მე-4-ის თავისი ისტორია რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ამბავია და მისი დასასრული დღემდე საიდუმლოდ რჩება. ანრი მე-4 მართავდა საფრანგეთს 1599 წლიდან 1610 წლამდე. მანამდე ის ნავარის მეფე იყო და პროტესტანტად გაიზარდა, მაგრამ საფრანგეთის გვირგვინის მისაღებად კათოლიკედ მოექცა. მიუხედავად იმისა, ან იქნებ სწორედ იმიტომ, რომ თავად მოექცა, ის თანაგრძნობით ეკიდებოდა პროტესტანტებს თავის ქვეყანაში. 1598 წელს მან გამოსცა ედიქტი, რომელიც პროტესტანტებს რელიგიურ თავისუფლებას უგარანტირებდა, რამაც მას მეცმეც სახელი კეთილი მეფე ანრი მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ ანრი ხალხს ზოგადად მოსწონდა, ორივე მხარეს იყვნენ ისეთები, ვინც ფიქრობდა, რომ მან მათ უღალატა. მან გადაურჩა მინიმუმ 12 მკვლელობის მცდელობას, მაგრამ პარიზში 1610 წლის მაისში იღბალმა უმტყუნა. ის დაკრძალეს სენ-დენის ბაზილიკაში, სადაც თითქმის 2 საუკუნის განმავლობაში დარჩა. მას შემდეგ, რაც ანრი მე-4-ის პირდაპირ შთამომავალი ლუი მე-14 გადააყენეს, ზოგმა რევოლუციონერმა კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წასვლა მოინდომა. წარსული მონარქების ნეშტები მათი დიდებული სამარხებიდან ამოასვენეს და საერთო საფლავში ჩაბარეს. ანრი კეთილი მეფის ტიტულმა ამ მოპყრობისგან ვერ იხსნა და ის სხვა ნათესავებთან ერთად იკდატოვეს. 1817 წელს დაახლოებით 21 წლის შემდეგ საერთო სამარხი კვლავ გახსნეს. ლეგენდის მიხედვით ანრის თავის ხელზე აღარ ჰქონდა. სუსტად როდის მოაშორეს თავის ხელს უცნობია, მაგრამ როგორც ჩანს, საფლავში ვერ იპოვეს. ეს საიდუმლო თითქოს 1919 წელს გაიხსნა. ფოტოგრაფმა აუქციონზე მუმიფიცირებული თავი იყიდა. როგორც ჩანს, ეს საზარელი ნიმუში ჰენრის დაკარგული თავი იყო. ფოტოგრაფმა თავისი დარჩენილი ცხოვრება ამ არტეფაქტის აუთენტურობის დადგენას მოანდომა.
როგორც ჩანდა, ის მართლა სჯეროდა, რომ ამ სამეფო თავის ქალის მფლობელი იყო და არ ცდილობდა რაიმე თაღლითობის მოწყობას. როცა ის გარდაიცვალა, თავის ქალა ლუვრის მუზეუმს უანდერძა, მაგრამ მუზეუმმა ეს საჩუქარი არ მიიღო. მუმიფიცირებული თავი სხვადასხვა კერძო კოლექციონერს შორის გადადიოდა, სანამ 2008 წელს კვლავ არ გამოჩნდა. ის დასავლეთ საფრანგეთში ებთ სხვენში იპოვეს და ამჯერად ამ ნივთმა გაცილებით მეტი ყურადღება მიიპყრო. ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად განვითარდა მას შემდეგ, რაც თავის ქალა პირველად აღმოაჩინეს და ჩანდა, რომ შესაძლებელი იყო რაიმე სახის ტესტით საბოლოოდ დაედგინათ, ამოხსნილი იყო თუ არა ეს საიდუმლო. მკვლევარებმა აღადგინეს, როგორი იქნებოდა სახე და თმის ბოჭკოები და კანის მცირე დეტალები შეადარეს კეთილი მეფე ანდრის პორტრეტებს. ესპანელი მკვლევრები მიიჩნევდნენ, რომ ნაშთებსა და მონარქს შორის დამთხევა იყო. დენამამის მტკიცებულებამ როგორც ჩანს დაადასტურა, რომ ეს ასე იყო. ლეგენდის მიხედვით, მას შემდეგ რაც ლუი მე-16-ს თავი მოკვეთეს, მაყურებლები მისი ნაშთებით ცხვირსახოცებს ასვლებდნენ, რათა ამ მოვლენიდან მაკაბრული სამახსოვრონი ნივთები შეექმნათ. ერთ-ერთი ესეთი სუვენირი მორთულ გოგრაში იყო შენახული. 2013 წელს ცხვირსახოციდან აღებული დნმ შეადარეს მუმიფიცირებული თავის დნმ-ს და როგორც ჩანდა, მათ შორის მამობრივი კავშირი არსებობდა. თუმცა მოგვიანებით ჩატარებულმა კვლევებმა ორივე ეს იდენტიფიკაცია ეჭვქვეშ დააყენა. ორივე დნმ-ის შედარებამ თანამედროვე ბურბონების შთამომავლებთან აჩვენა, რომ ამ რელიქვიების ფრანკ მონარქებს რომ ეკუთვნოდათ, ოჯახურ ხაზში არაერთი წყვეტა უნდა ყოფილიყო. მამაკაცის ხაზში წყვეტები შეუძლებელი არ იყო, მაგრამ ამას დედის ხაზში წყვეტები დასჭირდებოდა. თუ მუმიფიცირებული თავი მართლაც ეკუთვნოდა საფრანგეთის მეფე ანრი მე-4-ს, ეს ნიშნავს, რომ სადღაც საგვარეულო ხეში დედაქალიშვილის წყვილი იყო, რომელიც ბიოლოგიურად დაკავშირებული არ იყო. გარდა ამისა, ზოგიერთი ისტორიკოს ეჭვი შეაქვს ანდრის დაკარგული თავის მთელ ისტორიაში. მისი მთელი სხეული შეიძლება უცვლელად განისვენებდეს, მაგრამ მისი ნეშტის შემოწმების მიზნით კვლავ შეწუხება არ იგეგმება. სიცილიის სანაპიროსთან აღმოჩენილი ბრინჯაოს ტარანი არ არის ერთადერთი არტეფაქტი ეგადის კუნძულების ბრძოლის დროიდან, რომელიც აღმოაჩინეს, რადგან მღვინთავები რეგულარულად პოულობენ იმ ეპოქის ნივთებს და განსაკუთრებით სწორედ ამ მნიშვნელოვანი ბრძოლისას გამოყენებულ ნივთებს. წყალქვეშა არქეოლოგებმა გავრცელებული ინფორმაციით კუნძულების სანაპიროსთან ზღვის ფსკერზე უზარმაზარი ნამსხვრევების ველი აღმოაჩინეს. ეს ტერიტორია ითვლება პირველ ანტიკურ საზღვაო საბრძოლო ველად, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ და მან გამოავლინა არტეფაქტების მთელი საგანძური, რომლებიც ადრე სამუდამოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. ყველაზე ხშირად აღმოჩენილი ნივთები, როგორც წესი, რომაული და წართაგენული და კართაგენული გემების ნარჩენებია, რომლებიც ბრძოლაში მონაწილეობდნენ. ზოგიერთი მათგანი თითქმის მთლიანად შენარჩუნებულია, ხოლო სხვები ცუდ მდგომარეობაშია აღმოჩენილი, რადგან მტრის ფლოტმა თითქმის მთლიანად გაანადგურა ისინი. ერთი საბრძოლო გემი, რომელიც 1971 წელს მარსალას სტადიონში აღმოაჩინეს, მიიჩნევა, რომ სწორედ ამ ბრძოლაში მონაწილეობდა. მიჩნეულია, რომ ერთ მომენტში გემი მიტოვებული იქნა მას შემდეგ, რაც მეჩეთში გაიჭედა და ეს უკვე მაშინ მოხდა, როცა ბრძოლა დასრულდა. სხვა აღმოჩენილ არტეფაქტებს შორისაა ორივე მხარის მიერ ნაქონი ჯავშნის ფრაგმენტები, 28 დუიმიანი რკინის მახვილი, შუბის თავები, სატორცნის შუბები, ანტიკური კერამიკის ნამსხვრევები, ბალასტის ქვები და რა თქმა უნდა უკვე ნახსენები ბრინჯაოს ტარანები. ეს როის ფლოტს კართაგენელებზე გამარჯვებამდე მიიყვანა. ყველაზე ხშირად აღმოჩენილ რელიქვიებს შორისაა რომაული ჩაფხუტები, რომელთაგანაც სულ მცირე 30 იქნა აღმოჩენილი. მრავალი მათგანი ჯერ კიდევ ძალიან კარგ მდგომარეობაშია, რაც გასაკვირია თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი წლის ქვეშ 2200 წელზე მეტხანს იყვნენ. ეს ჩაფხუტები როგორც წესი ბრინჯაოსგან მზადდებოდა და მათი მონტეფორტინოს სტილი თავდაპირველად კელტებმა შექმნეს, თუმცა მიიჩნევა, რომ ძვენელძელე 15 საუკუნეში ეს სტილი რომის რესპუბლიკამ აითვისა. ჩვეულებრივი სტილი მოიცავს ერთიან ბრინჯაოს გუმბათს, რომელიც ჩაქუჩით კონუსურ ან ნახევარსფერულ ფორმამდე იყო გამოჯედილი. მას ასევე ჰქონდა პატარა კეფის დამცავი, რომელიც კისრის უკანა ნაწილს იცავდა და ორი ლოკის დამცავი, რომლებიც მუზარადის ძირითად ნაწილზე სახსრებით იყო მიმაგრებული. ეს დამატებები იცავდა ჯარისკაცის თავის გვერდებსა და სახის ნაწილებს, ხოლო თავზე მოთავსებული კოპი ძირითადად დეკორატიული დანიშნულების იყო, რადგან მასზე ხშირად ამაგრებდნენ ქოჩორს, ბუმბულებს ან ცხენის ძუას. ეს არა მხოლოდ დეკორაციისთვის გამოიყენებოდა, არამედ ასევე ეხმარებოდა მოკავშირე ჯარისკაცებს ერთმანეთის ამოცნობაში, რაც ამცირებდა მოკავშირეზე შეცდომით თავდასხმის რისკს. ზოგიერთი მუზარადი ასევე შეიცავდა სხვა დეკორაციებსაც, მაგალითად კიდეებზე თოკის ორნამენტს და სპეციალურ ქოჩორებს. ეს მუზარადები გამოიყენებოდა დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნემდე, რის შემდეგაც დიზაინი გააუმჯობესეს, გააფართოვეს კეპის დამცავები და შეამცირეს კონუსური ფორმა, რომელიც ხშირად მოუხერხებელი იყო ჯარისკაცის თავის ფორმის მიხედვით.
მიუხედავად იმისა, რომ ეგადის კუნძულების ბრძოლის დროს გამოყენებული მრავალი მუზარადი აღმოჩენილია, ერთმა კონკრეტულმა ნიმუშმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მისი უჩვეულო დეკორაციის გამო. მკვინთავთა ჯგუფმა ეს აღმოჩენა გააკეთა და ისინი გაგურებულნი დარჩნენ, როდესაც ნახეს, რომ მუზარადზე გამოსახული იყო ლომის ფიგურა აგრესიულ პოზაში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამ მუზარადებზე ლომის დეკორაცია აღმოაჩინეს და ვარაუდობენ, რომ ის ეკუთვნოდა ჯარისკაცს, რომელიც რომის მოკავშირე ქალაქიდან იყო წარმოშობით და მისი ხალხი ჰერკულესის ლეგენდით იყო შთაგონებული. ლომი სავარაუდოდ სიმბოლურად ძალას აღნიშნავდა, ან შესაძლოა ჯარისკაცის წოდებასაც მიუთითებდა, მაგრამ რადგან სხვა მსგავსი მაგალითები არ აღმოჩენილა, ისტორიკოსებს მხოლოდ ვარაუდი შეუძლიათ, რა დანიშნულება ჰქონდა ლომს და ვის ეკეთა მუზარადი ბრძოლაში. 50 წლის განმავლობაში ჩიკაგოს ხელისუფლება თომი ო'ქონორს იმ ადამიანთა სიაში ტოვებდა, რომლებიც ქალაქში სიკვდილით დასჯას ელოდებოდნენ. მაგრამ სჭარდებული დამნაშავეს სასჯელს ვერასოდეს მოიხდიდა. სიკვდილით დასჯამდე სულ რამდენიმე დღით ადრე მან ციხიდან გაქცევა მოახერხა და უკვალოდ გაუჩინარდა. ო'ქონორი იყო ირლანდიელი ამერიკელი, რომელმაც მიიღო მეტსახელი საშინელი ტომი. არსებობს რამდენიმე ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო მან ეს სახელი, მათ შორის ერთი, სადაც მან ყასაბს, რომელმაც დედამის ზედმეტი თანხა გადაახტევინა, თითი მოაჭამა. მოზარდობაში ის ქუჩის ბანდებთან ერთად დადიოდა, მაგრამ მოახერხა, რომ სამართალდამცავებთან პრობლემებს თავი აერიდებინა, სანამ 21 წლის გახდებოდა. ო'ქონორის კრიმინალური თანამზრახველი და ოფილი პოლიციელი მკვდარი იპოვეს. ეჩვი ო'ქონორზე გადავიდა და ის დააკავეს. უცნობი მიზეზების გამო ის გაათავისუფლეს. შეიძლება უბრალოდ საკმარისი მტკიცებულება არ არსებობდა მის გასამტყუნებლად, მაგრამ ზოგიერთი ანგარიში აღწერდა საეჭვო გარიგებებს, რომლებმაც ის ციხიდან დაიხსნა. რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, ეს 1921 წლის 13 მარტისთვის შეიცვალა. 5 პოლიციელი მივიდა ო'ქონორის სახლში მისი დაბადიმრების განზრახვით. ეს საკმარისზე მეტი უნდა ყოფილიყო ეჭვმიტანილის დასაკავებლად, მაგრამ ო'ქონორი ბრძოლას აგრძელებდა. სრულად დაიწყო და არეულობის დროს დეტექტივი პატრიკ ო'ნილი ტყვიამ დაჭრა. ო'ქონორმა მოახერხა უკანა კარიდან გაქცევა და გაქცევის მიზნით მანქანა გაიტაცა. ო'ნილი ჭრილობებს ემსხვერპლა და ეხლა ო'ქონორიც იძებნებოდა პოლიციის ოფიცრის მკვლელობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ის გაქცევაში იყო, საშინელი ტომი დიდხანს ვერ აარიდა თავი უსიამოვნებებს. ივნისში ის მინესოტაში დააკავეს მატარებელში მთვრალი და არეულად მოქცევის გამო. ის სწრაფად დააბრუნეს ჩიკაგოში, სადაც მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ო'ნილის მკვლელობისთვის. თუმცა ეს მხოლოდ მისი ლეგენდის დასაწყისი იყო. ო'ქონორი ადგილობრივ საგრაფოს ციხეში ჰყავდა დაკავებული, სადაც გაქცევას გეგმავდა. სიკვდილით დასჯამდე სულ რამდენიმე დღით ადრე მან 4 სხვა პატიმართან ერთად გაბედული გაქცევა განახორციელა. ის თავის საკანში იყო, როცა ზედამხედველს დაუძახა. ზედამხედველი მიუახლოვდა და ო'ქონორის საკნის მეზობელმა მოახერხა და კისერში მოხვია ხელი. ო'ქონორმა გასაღებები აიღო და საკანი გააღო, სანამ ზედამხედველს გონება და კარგონდა სცემდა. პატიმრები ციხის ეზოს გავლით გაიქცნენ. ციხის კედლების მეორე მხარეს ო'ქონორმა მოახერხა მანქანაში ჩაჯდომა, მაგრამ ყინულოვან გზებზე მისი მართვა გაუჭირდა. მან ავარია მოახდინა, მაგრამ დამდროული მანქანიდან თავი დააღწია და იქიდან რაც მას დაემართა, უცნობია. არსებობს უამრავი ისტორია იმის შესახებ, თუ რა დაემართა ამ საშიშ კრიმინალს. ზოგი ფიქრობს, რომ მან მოახერხა კანადაში გაქცევა, ან როგორღაც ირლანდიაში დაბრუნდა. ზოგიერთ ისტორიაში მან კრიმინალური ცხოვრება გააგრძელა შეიარაღებული ძარცვებით, ან თუნდაც ირლანდიაში IRA-ს წევრად. სხვა ისტორიებში მან შეძლო მშვიდად ეცხოვრა კრიმინალური სამყაროსგან შორს. ჩიკაგოში ო'ქონორის სასჯელი უცვლელი დარჩა. გაუჩინარებიდან 30 წლის შემდეგ 1950-იან წლებში სასამართლოს განკარგულებით ქალაქს მოუწია შეენარჩუნებინა მისთვის გამზადებული სახჩობელა, იმ შემთხვევისთვის თუ ოდესმე დააკავებდნენ. ეს მოწყობილობა გამოუყენებელი იდგა 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სანამ 1967 წელს არ დაშალეს და არ გაყიდეს რიპლის გჯეროდეს თუ არა მუზეუმისთვის. ამ დროისთვის ო'ქონორი ცოცხალი რომ ყოფილიყო, 80 წელს გადაცილებული იქნებოდა. ეგადის კუნძულების ბრძოლა ის არ არის, რომელსაც ჩვენგან უმეტესობა იცნობს, მაგრამ ეს გასაგებია, რადგან ის მოხდა ძველი წელთაღრიცხვის 251 წლის 10 მარტს. ბრძოლა გაიმართა კართაგენისა და რომის რესპუბლიკის ფლოტებს შორის და პუნიკური ომის ნაწილი იყო. სინამდვილეში ეს ბრძოლა იყო ამ ომის ბოლო საზღვაო შეტაკება, რომელიც დაიწყო ძველ წელი 264 წელს. იმ დროს კართაგენას დასავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ძლიერი საზღვაო ფლოტი ჰყავდა, მაგრამ რომაელებმა გადაწყვეტეს სირაკუზის კონტროლი, რადგან ის ითვლებოდა სიცილიის კუნძულზე ყველაზე ძლიერ ქალაქ სახელმწიფოდ.
ომის დასაწყისი კართაგენელებისთვის კარგად არ წარიმართა, რადგან ისინი დამარცხდნენ რამდენიმე ბრძოლაში, რომლებიც გაიმართა ძველი წელთაღრიცხვის 260-დან 255 წლებს შორის. ეს ძირითადად ქორვუსის გამოგონების გამო მოხდა, რომელმაც რომაელებს მტრის გემების დაჭერის საჭეჭერის საშუალება მისცა და მათზე ასვლა გაამარტივა. ამის შემდეგ რომის არმიამ დიდი დანაკარგები განიცადა ქარიშხლის გამო, რომელმაც მათი გემები გაანადგურა და მიიჩნევა, რომ კორუსმა შეიძლება ითამაშა ამაში როლი, რადგან ის ძალიან მძიმე იყო და შესაძლოა გემები არასტაბილური გახადა. ძველი წელთაღრიცხვის 250 წელს რომაელებმა თავიანთი ფლოტი აღადგინეს და გადაწყვიტეს კართაგენელთა მთავარი ბაზის ბლოკირება. ამისთვის გამოიყენეს 200 საბრძოლო გემი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ კართაგენელებმა დაამარცხეს რომაული ძალები ტრეპანასა და ფინტიასთან, რის შედეგადაც რომაელები დამწუხრებულნი დარჩნენ. 2 წლის შემდეგ, როცა ომი უკვე 15 წელია მიმდინარეობდა, რომას სიცილიის უმეტესი ნაწილი დაიკავა, ხოლო კართაგენელებს მხოლოდ ლილიბეუმი და ტრეპანა ჰქონდათ კონტროლქვეშ. ამ ორ ტერიტორიაზე კიდევ მეტი გემი გაგზავნეს, რათა უფრო დიდი ბლოკადა შეექმნათ. ლილიბეუმსა და ტრეპანაში მყოფი ჯარები ტანჯოს განიცდიდნენ, რადგან ამ ქალაქებში მარაგების გაგზავნა შეუძლებელი იყო, მაგრამ მათ მოახერხეს 250 საბრძოლო გემის უზრუნველყოფა, რის შემდეგაც ეგადის კუნძულების ბრძოლა დაიწყო. კართაგენელებს მეთაურობდა ჰანო, ჰანიბალის ვაჟი, ხოლო რომაელებს საზღვაო სარდალი გაიუს ლეტადიუს კატულუსი. როგორც კი კატულუსმა კართაგენული გემები შენიშნა, მან თავის ჯარებს უბრძანა ბლოკადა მიეტოვებინათ და ბრძოლისთვის მომზადებულიყვნენ. ორი ფლოტი ერთმანეთს ფორბანტის კუნძულთან შეეჯახა და რომაულმა გემებმა მტრის ხომალდების ტარანვა დაიწყეს ბრინჯაოს ტარანებით, რომლებიც მათ გემებზე იყო დამაგრებული. 50 კართაგენული გემი ჩაიძირა და კიდევ 70 გემი ხელში ჩაიგდეს. რომაელებმა 20 გემი დაკარგეს და კიდევ 50-მა დაზიანება მიიღო. კართაგენელებს სხვა გზა აღარ ჰქონდათ, გარდა უკან დახევისა და პუნიკური ომის დასასრული ახლოს იყო. რომაელები კი გამარჯვებულებად გამოვიდნენ. ამ ბრძოლაზე დღესაც საუბრობენ და 2024 წელს ისტორიკოსები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც გაიგეს, რომ სწორედ ამ ბრძოლის არტეფაქტები აღმოაჩინეს სიცილიის დასავლეთ სანაპიროსთან. რომაელთა ფლოტის გემებზე დამაგრებული ერთ-ერთი ბრინჯაოს ტარანი დაახლოებით 260 ფუტის სიღრმეზე აღმოაჩინეს ეგატის კუნძულებთან. შემდეგ კი ის წყალქვეშა ობიექტების დოკუმენტირების საზოგადოების მქონთავებმა ამოიტანეს. წარმატებული ამოღების შემდეგ ის ფავინიანოს კუნძულზე გადაიტანეს, სადაც არქეოლოგებმა შეძლეს მისი დეტალურად შესწავლა. იგი აღწერილია როგორც მონტეფორტინოს სტილის ჩაფხუტებითა და ზედა ნაწილში 3 ბუმბულით დამშვენებული. და თავდაპირველად მასზე არსებული წარწერები ვერ იკითხებოდა ნიჯარების ნალექების გამო. იმედია მომავალში ამ ტერიტორიიდან კიდევ უფრო მეტი არტეფაქტი იქნება აღმოჩენილი და ამ ისტორიულ ბრძოლაზე კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ. 1917 წლის მუნჯი ფილმი კლეოპატრა ძალიან ძვირადღირებული და გავლენიანი ფილმი იყო, რომლის ორიგინალი 2 საათიდან დღეს მხოლოდ 1 წუთზე ნაკლებია შემორჩენილი. William Pox's producer-ობით შექმნილ ფილმში მთავარ როლს Teta Bara ასრულებდა, რომელიც ცნობილი იყო როგორც ვამპირი და სწორედ მან გახადა პოპულარული ვამპირის არქეტიპი. ფილმის ღირებულება $250-დან $500,000-მდე მერყეობდა, რაც დღეს $12 მილიონ მეტი იქნებოდა და იმ დროისთვის უპრეცედენტო იყო. ფინანსირება. Teta Bara-სთვის შექმნილი მდიდრული დეკორაციები და 50 კოსტიუმი, რაც 1963 წელს მოგვიანებით გადაღებულმა კლეოპატრას ფილმმა მოხსნა რეკორდი. სიუჟეტი, რომელიც პირველივე წელს დაახლოებით 5 მილიონმა ადამიანმა ნახა, კლეოპატრას იულიუს კეისრისა და მარკუს ანტონიუსის მოხიბლას ეხებოდა. დამატებული იყო ეგვიპტელი მღვდლის ხაზი, რომელიც კლეოპატრას უყვარდა, მას თავისი ოჯახის სიმდიდრეს აძლევდა და შემდეგ საბედისწერო გველსაც მიაწვდიდა. ფილმი სლაროპში წარმატებული იყო და $1 მილიონი გამოიმუშავა, თუმცა იგი არ შემონახულა. ბევრი მუნჯი ფილმი დაიკარგა უყურადღებობის ან კასეტებიდან ვერცხლის ხელახლა გამოყენების გამო. კლეოპატრას ბოლო 2 ცნობილი ასლი განადგურდა 1927 წლის Fox-ის საცავის ხანძარში, რომელიც გამოწვეული იყო ცუდი პირობებითა და ფილმის დაშლით. და Teta Bara-s პირადი ასლიც ასევე დაიშალა. 2023 წელს მხოლოდ დაახლოებით 20 წამის მასალა იყო ცნობილი, მაგრამ აგვისტოში 40 წამიანი ფრაგმენტი აღმოაჩინეს სათამაშო პროექტორში, რომელიც eBay-ზე შეიძინეს და YouTube-ზე ადვერტეს. 1836 წელს შეიძლება ითქვას, ტეხასის ისტორიაში ყველაზე ცნობილი შეტაკება მოხდა და დაიწყო ალამოში, რომელიც სან-ანტონიოში მდებარეობს. ბრძოლა გაიმართა ტეხასელ მოხალისე მეამბოხეებსა, რომლებიც ცნობილნი იყვნენ როგორც ხალხის არმია და დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობდნენ მექსიკისგან და მექსიკის არმიას შორის, რომელიც აჯანყების დასრულებას ცდილობდა.
ყველაფერი დაიწყო 1835 წელს მექსიკის კონსტიტუციის გაუქმების შემდეგ, რომელიც 7 კანონით შეიცვალა და ამასთან ერთად ფედერალური სისტემა ცენტრალისტური მმართველობით შეიცვალა. ეს გაკეთდა იმ იმედით, რომ ქვეყანაში სტაბილურობა დამყარებულიყო, მაგრამ საპირისპირო შედეგი გამოიღო, რადგან ხალხმა მასობრივად დაიწყო პროტესტი. ეს გაკეთდა იმიტომ, რომ ამ ახალი კანონების მიხედვით მოქალაქეების საარჩევნო უფლებები შეიზღუდა და შტატები დეპარტამენტებად გარდაიქმნა. ამ კანონების მიხედვით მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც გარკვეულ თანხაზე მეტს გამოიმუშავებდნენ, ექნებოდათ ხმის მიცემის უფლება, რაც მოსახლეობის უმეტესობას გამორიცხავდა. ესევე ამ კანონებით პრეზიდენტს მიეცა უფლება საჭიროების შემთხვევაში ზეწოლა მოეხდინა, შეეცვალა ან შეეზღუდა ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოები და დაარსდა უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც 5 პირისგან შედგებოდა და მათი მოვალეობა იყო ახალი პრეზიდენტის არჩევა საჭიროების შემთხვევაში. ძველი ფედერალური შტატების სამხედრო დეპარტამენტებად გადაიქცა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი მაშინვე დაექვემდებარნენ ფედერალურ მთავრობას. და ბოლოს ამ კანონების შეცვლა მინიმუმ 6 წლის განმავლობაში შეუძლებელი იყო და მალე აშკარა გახდა, რომ საზოგადოება ან ცვლილებებით უკმაყოფილო იყო. ამ ყველაფრის შემდეგ მალევე ტეხასის რევოლუცია დაიწყო. ამ ბრძოლებიდან პირველი, გონსალესის ბრძოლა 1935 წლის 2 ოქტომბერს გაიმართა. ის დაიწყო მაშინ, როდესაც მექსიკის მთავრობამ მოითხოვა პატარა ქვემეხის დაბრუნება, რომელიც 1931 წელს ტეხასელ კოლონისტებს ასესხეს, როდესაც ისინი ინდიელთა თავდასხმებს იგერიებდნენ. ტეხასელებმა უარი თქვეს ქვემეხის დაბრუნებაზე და დამალეს იგი, რის შემდეგაც აღმართეს ცნობილი დროშა წარწერით „მოდი და წაიღე“. როდესაც მექსიკელებმა გადაწყვიტეს გონსალესის ქალაქზე შტურმი, ტეხასელებმა ქვემეხი მათზე გაისროლეს და მექსიკელები იძულებული გახდნენ დაეხიათ. 1936 წლის თებერვალში მექსიკელი ჯარისკაცები შენიშნეს ალამოსკენ მიმავალნი და აშკარა გახდა, რომ ალყა გარდაუვალი იყო. მაგრამ იმ ნაშუა დღებს დაახლოებით 1500 მექსიკელი ჯარისკაცი უკვე იყო მოსული და მალე ბრძოლაც დაიწყო. შემდეგი 13 დღის განმავლობაში ალამოს ბრძოლა მძვინვარებდა და როცა ყველაფერი დასრულდა, იმ წლის 6 მარტს ალამოს კედლები გარღვეული იყო და ტეხასელები დამარცხდნენ. ეს ბრძოლა ძალიან ისტორიულია და ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ არქეოლოგები ხშირად თხრიან ამ ტერიტორიას შეტაკების არტეფაქტების საძიებლად. 2026 წელს მკვლევრებმა აღმოაჩინეს მთლიანად შენახული ბრინჯაოს ქვემეხის ბირთვი, რომელიც სავარაუდოდ ალამოს ბრძოლის დაწყებამდე იყო გასროლილი. ის 3 ფუტ მიწის ქვეშ იყო დამარხული და ალამოს ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან ახლოს იპოვეს. იმის გამო, რომ ის ბრინჯაოსგანაა დამზადებული, ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ იგი მექსიკელების მხრიდან იყო გასროლილი, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია, რადგან შესაძლებელია, რომ ტეხასელებსაც რაღაც მომენტში უგან გაესროლათ იგი მექსიკელებისკენ. მკვლევრები გაოცებულნი დარჩნენ ამ აღმოჩენით, რომელიც ალამოში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას გაკეთდა და მათ აინტერესებთ აღმოჩნდება თუ არა სხვა მსგავსი არტეფაქტები გათხრების გაგრძელებისას. 1903 წლის 14 აპრილის 19 აპრილის სტილით, ქალი, რომელიც სამსახურში მიდიოდა, შემაშფოთებელ აღმოჩენას წააწყდა. ნიუ-იორკში აღმოსავლეთ მე-11 ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი კასრში იყო ჩაგდებული და მიტოვებული. ხელისუფლებას დიდხანს არ დასჭიროებია ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება, თუმცა ამ დანაშაულისთვის საბოლოოდ არავინ ცნეს დამნაშავედ. კასრში ჩაგდებული მამაკაცის საქმე ერთ-ერთი პირველი ისტორია იყო, რომელიც ამერიკულ მაფიასთან დაკავშირებით მედიის მნიშვნელოვან ყურადღებას მიიპყრობდა. კასრში არ იყო არაფერი, რაც ამ მამაკაცის იდენტიფიცირება შეძლებდა და რამდენიმე დღის შემდეგ მისი ფოტო ადგილობრივ გაზეთებში გამოჩნდა, რამაც ამ საზარელ დანაშაულზე ყურადღება მიიპყრო. ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც მამაკაცი იცნო, იყო საიდუმლო სამსახურის უფროსი, უილიამ ფლენი. ისტორიის ამ ეტაპზე საიდუმლო სამსახურის მთავარი ამოცანა კალბი ფულის გამოძიება იყო. კალბი ფულის დამზადება ნიუ-იორკში სერიოზულ პრობლემად იქცა. საიდუმლო სამსახურს ბევრი გამორჩელებელი, ანუ ადამიანები, რომლებიც ყალთ კუპიურებს ყიდნენ, დააკავა, მაგრამ მთავარი ორგანიზატორები კვლავაც მიუწვდომენ ნირჩებოდნენ. ფლენი იძიებდა ორგანიზაციას, რომელსაც ჯუზეპე მორელო ხელმძღვანელობდა. მორელო სიცილიელი ემიგრანტი იყო და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერი ამ რეგიონში. საიდუმლო სამსახური ფინანსურ დანაშაულზე იყო კონცენტრირებული, მაგრამ მორელო უფრო ძალადობრივ ქმედებებში იყო ჩართული, მათ შორის თავის მოახლეზე თავდასხმაში, რომელსაც მისი მოახლე ემსხვერპლა. 13 აპრილის ღამეს საიდუმლო სამსახურის აგენტების ჯგუფი მზადდებოდა სპეცოპერაციისთვის. ისინი აკვირდებოდნენ მორელოს და მის თანამზრახველთა ჯგუფს მის შტაბ-ბინაში. გეგმები შეიცვალა, როცა უცნობი გამოჩნდა. ასერტ აგენტს არ იცოდა ვინ იყო ეს კაცი, მაგრამ ჩანდა, რომ მორელოს თანამზრახველები მას იცნობდნენ. ის შენობაში შეიყვანეს და მას შემდეგ ავარავის უნახავს. ფლემა კასში ნაპოვნი კაცი იმ იდუმალ უცნობად ამოიცნო. ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ პოლიცია მიიღო უცნაური და ბუნდოვანი წერილი. მასში კაცის სახელი არ იყო მითითებული, მაგრამ ეწერა, რომ ის ბაფალოდან იყო და ნიუ-იორკში ფულის მისაღებად ჩამოვიდა.
წერილში ეწერა, რომ უნდა ესაუბრათ კაცთან სახელად დეპრიმო სინგის ციხეში. ჯუზეპე დეპრიმო ცოტა ხნის წინ გაასამართლეს კალბიფუნის ოპერაციაში მონაწილეობისათვის, როგორც გამორცელებელი. პოლიციამ მას აჩვენა კაცში ნაპოვნი კაცის ფოტო და მანის ამოიცნო როგორც ბენედეტო მადონია, თავისი სიძე. დეპრიმო მახსნა, რატო იყო მადონია ნიუ-იორკში. მისი დაპატიმრების შემდეგ ოჯახმა მის უფროს $1000 გაუგზავნა, რათა დახმარებოდა მის დაცვას. იმ დროს ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო და კარგი ადვოკატის დაქირავებისთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო. მაგრამ მისმა უფროსმა ფული ჩაიჯიბა და დეპრიმო ბედის ანაბარა დატოვა. მას 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მადონია ჩამოვიდა, რომ ფული დაებრუნებინა. ის პირველად ეწვია დეპრიმოს ციხეში, რომ ენახა როგორ იყო. გეგმა იყო განაჩენის გასაჩივრება ან მისი სხვა ციხეში გადაყვანა. პოლიციამ გააცნობიერა, რომ სწორედ ამას აკეთებდა მადონია მორელოს ბანდასთან ერთად იმ ღამეს, სანამ მისი ცხედარი იპოვეს. მორელო და მისი უახლოესი თანამოაზრეები დააკავეს. პოლიციას დეპრიმოს ჩვენებაზე მეტი მტკიცებულება ჰქონდა. მადონიამ ნიუ-იორკში ჯიბის საათი წამოიღო. ეს ადგილობრივ ლომბარდში აღმოაჩინეს და მორელოს თანამზრახველი ოქს პეტო გირავნობის ქვითარი აღმოუჩინეს. კასაში ასევე იპოვეს იმავე ბრენდის სიგარის ნამწოვი, რომელსაც პეტო ეწეოდა და სხვა მოწმეებმა მორელო და მადონია ერთად დააფიქსირეს. სამწუხაროდ მორელო მზად იყო საუკეთესო ადვოკატებისთვის გადაეხადა და მრავალი მოწმე სასამართლო პროცესის დროს უცნაურად შეცვალა თავისი ჩვენება. ნაბეჭდმა მსაჯულებმა ვერავინ გაასამართლეს ამ საქმეში და ყველა ბრალდებულის წინააღმდეგ წატენებული ბრალდებები მოხსნეს. არავინ იქნა დამნაშავედ ცნობილი მადონიას სიცოცხლის წართმევაში და ეს დანაშაული ოფიციალურად გაუხსნელად დარჩა. უმეტესობა ფიქრობს, რომ დანაშაულის უკან მაფიოზები იდგნენ. შესაძლოა მადონია მათ დაემუქრა, რომ პოლიციაში მივიდოდა მათი დანაშაულების მტკიცებულებებით, თუ ფულს არ დაუბრუნებდნენ. სხვა მხრივ შეიძლება მორელოს უბრალოდ არ მოსწონდა, როცა ვინმე მას ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ ასევე იყო მცირე შანსი, რომ მადონია იმ შეხვედრიდან ცოცხალი წავიდა, თუმცა შემდეგ შემთხვევით შეხვდა სხვა დაუკავშირებელ თავდამსხმელს. 2026 წლის მარტში არქეოლოგებმა, რომლებიც მუშაობდნენ გალილეის ზღვის აღმოსავლეთით უძველესი ქალაქ ჰიპოსის მახლობლად, სრულიად მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს აღმოჩენა უკავშირდება რომაელების ანტიოქია ჰიპოსში შეჭრას, რაც დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 64 წელს მოხდა. იმ პერიოდში სამხედრო ძალები ჯერ კიდევ ძალიან შორს იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისგან, როგორც დღეს ვიყენებთ, და ომის დროს ყველაზე გავრცელებული იარაღები იყო შუბები, מחვილები და ზოგჯერ საბლასტარი, რომელიც ბევრად უფრო დიდ ზიანს აყენებდა, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ. აღმოჩენა გააკეთა არქეოლოგთა ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა მიხაელ აიზენბერგი ისრაელის ჰაიფას უნივერსიტეტიდან, მაშინ როცა ისინი ანტიოქია ჰიპოსის სამხრეთ ნეკროპოლში ძველი არტეფაქტების ძიებაში იყვნენ. ერთ მომენტში ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა უცნაური ფორმის ჭურვი იპოვა და იგი გადასცა აიზენბერგს, რომელმაც იგი ყურადღებით დაათვალიერა. მან მაშინვე იცნო, რომ ეს განსხვავდებოდა ყველა იმ ჭურვისგან, რაც აქამდე ენახა, ძირითადად იმიტომ, რომ მასზე წარწერა იყო გაკეთებული. ამ ჭურვზე იყო ამოტვიფრული ბერძნული სიტყვა მატაუ, რაც ინგლისურად ნიშნავს ისწავლე. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ დროს, როცა ეს წარწერა გაკეთდა, უფრო ზუსტი თარგმანი შეიძლება იყოს ჭკუა ისწავლე. იყო ვარაუდი, რომ ვიღაცამ ჭურვზე სახელი დაწერა, მაგრამ ეს ახლა უარყოფილია. რადგან ეს კონკრეტული სიტყვა მხოლოდ ორჯერ არის გამოყენებული ვინმეს სახელის აღსანიშნავად. და ისტორიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ამ შემთხვევაში ეს თითქმის უეჭველად იყო დაცინო მფლობელის მტრების მიმართ. უმეტესობა ისტორიკოსებისა ვარაუდობს, რომ ეს ნასროლი იარაღი გამოყენებული იყო ბრძოლაში ელინისტურ პერიოდში, რადგან ცნობილია, რომ ჰიპოსი ამაში მონაწილეობდა. მაგრამ დამატებითი კვლევები ჩატარდება იმისთვის, რომ უფრო ზუსტად დადგინდეს, რომელ ბრძოლას ეკუთვნის იგი. პირველი ამ ბრძოლებიდან მოხდა მანამდე, სანამ ჰიპოსი აშენდებოდა და მის ადგილას ციხესიმაგრე იდგა. ციხესიმაგრე დაეცა ძველი წელთაღრიცხვის 199 წელს, რის შემდეგაც სელევკიდებმა დააარსეს ჰიპოსის პოლისი. სავარაუდოა, რომ ჭურვი ეკუთვნის ბრძოლას ჰიპოსსა და მეფე ალექსანდრე იანაეუსის ძალებს შორის, რომელიც თავიდანვე არ წარიმართა გეგმის მიხედვით. ქალაქზე პირველივე თავდასხვისას ძველი წელთაღრიცხვის 101 წელს მეფის ჯარი სწრაფად დაამარცხეს და მათ იძულებულნი გახდნენ სწრაფად დაეტოვებინათ ბრძოლის ველი. ისინი დაბრუნდნენ ძველი წელთაღრიცხვის 83 წელს და ამჯერად შეძლეს ქალაქის კონტროლის ავება. შესაძლოა ეს ჭურვი სწორედ ამ ბრძოლაში გამოიყენეს, რადგან ის აღმოაჩინეს რომაულ გზასთან ახლოს, რომელიც აშენებული იყო ძველი ბერძნული ელინისტური პერიოდის გზის ადგილზე. ნებისმიერი ძალა, რომელიც ქალაქზე შეტევას შეეცდებოდა, დიდი ალბათობით ამ მიმართულობიდან მოვიდოდა, რადგან ეს გზა პირდაპირ ქალაქის მთავარ კარიბჭესთან მიჰყავდათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე დებატები ჯერ კიდევ გრძელდება, ჭურვი უფრო დეტალურად შეისწავლეს. ისტორიკოსებმა დაადგინეს, რომ ის ჩამოსხმული იყო და ორ ნაწილად იყო აწყობილი.
ჯვრის უკანა ნაწილი არაფრით გამორჩეულია, შუაში ერთი ამობურცული ხაზით, ხოლო წინა ნაწილი გლუვია და სწორედ მასზეა განთავსებული აღნიშნული წარწერა. წარწერა, რომელიც მასზეა, თითქმის უდავოდ მოწინააღმდეგის დასაცინად იყო განკუთვნილი და იმ დროს მის მფლობელს ეს ჩანაფიქრი საკმაოდ სახალისოდ უნდა მიეჩინა. ამ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში 69 მსგავსი ჯვრი იქნა აღმოჩენილი, თუმცა მხოლოდ 3 მათგანი არის დოკუმენტირებული. ისინი სხვადასხვა ისტორიულ პერიოდს მიეკუთვნება და 2 მათგანზე მორთულობაა აღმოჩენილი. ერთ მათგანს ამოტვიფრული აქვს ელვა, რაც ისტორიკოსების აზრით სავარაუდოდ ზევსის სიმბოლოს წარმოადგენდა, ხოლო მეორე მორთულია მორიელით, რომელიც შესაძლოა სკორპიონის სიმბოლო იყოს. მითოლოგიის მიხედვით კი ეს გახდათ გიგანტური მორიელი, რომელიც გაიამ დედამიწამ გაგზავნა გიგანტ ორიონის მოსაკლავად. ჩვენ არასოდეს გავიგებთ, წაიკითხა თუ არა ეს ჯვრი მტერმა ჯარისკაცმა, თუმცა დამატებითი კვლევები შესაძლოა მომავალ კვირებსა და თვეებში უფრო მეტ პასუხს მოგცეს. ამერიკის ძველ დასავლეთში მრავალი ისტორია და ლეგენდა არსებობს დაკარგული ოქროს მაღაროების შესახებ. ყველაზე ცნობილი მათგანია დაკარგული ჰოლანდიელის მაღარო, მაგრამ ის ერთადერთი ნამდვილად არ არის. ეს ისტორიები შთაგონებას აძლევს მკვლევარებს და ბევრმა განძის საძიებლად გასვლით მხოლოდ საზარელი ბედი იყო. ერთმა ლეგენდარულმა მაღარომ, რომელმაც მკვლევარების შთაგონა მართლაც წარმოუდგენელი აღმოჩენა გამოიწვია, მაგრამ არა ის, რასაც ექსპედიციის რომელიმე წევრი ელოდა. თუმცა თავდაპირველი მაღარო კვლავ საიდუმლოდ რჩება. პირველი ამერიკელი ევროპული წარმოშობით, რომელმაც ორეგონის კრატერის ტბა იხილა, იყო ჯონ ვან ჰილმანი. ტბა კარგად ცნობილი ადგილი იყო ადგილობრივი ამერიკელებისთვის, რომლებიც ამ ტერიტორიას ათასობით წლის განმავლობაში სახლად იყენებდნენ. მიჩნეულია, რომ კლამათის ინდიელები ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ მანამდეც კი, სანამ ტბა გაჩნდებოდა. მათი ლეგენდები მოგვითხრობს ორ ღმერთს შორის გამართულ სასტიკ ბრძოლაზე, რომელიც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ დამარცხებული მიწის ქვეშ დაამწყვდიეს, ხოლო ზემოდან 7 ტბა გაჩნდა. ეს არ იყო ის ლეგენდა, რომელსაც ჰილმანი მისდევდა, როდესაც შემთხვევით ტბას გადააწყდა. სავარაუდოა, რომ არც მას და არც მის ჯგუფის წევრებს ამ შესახებ არაფერი იცოდათ. ისინი განძს ეძებდნენ. არსებობს რამდენიმე განსხვავებული ისტორია კრატერის ტბაზე დაკარგული ქოხის მაღაროს წარმოშობის შესახებ. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით გზაზე დაჭრილი ოქროს მაძიებელი იპოვეს, რომელსაც ინდიელებმა შეუდიეს და გადარჩენის შანსი არ ჰქონდა. მამაკაცების ჯგუფმა სცადა მისი დახმარება, მაგრამ უშედეგოდ. სიკვდილამდე მან დახაზა რუკა, რომელიც მამაკაცებს დაკარგულ მაღარომდე მიიყვანდა. სხვა უფრო დეტალური ამბავი მოგვითხრობს კაცზე, რომელსაც მხოლოდ 7 აპი ეძახდნენ. ის კალიფორნიის ქალაქ ევრეკაში 1950-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა. ზამთარში მას ჩვეულებრივ ადგილობრივ ტავერნაში ნახავდით, სადაც ყველა სასმელს უხდიდა. ის ამბობდა set him up, რაც საბოლოოდ მისი მეტსახელი გახდა. ქული საიდან ქონდა, ამას არ ამბობდა. ყოველ გაზაფხულზე set him up ითოვებდა ქალაქს და შემოდგომაზე სიმდიდრით ბრუნდებოდა უკან. ერთხელ როცა მთრალი იყო, წამოსცდა, რომ სადღაც ორეგონში მდიდარი ოქროს ძარღვი აღმოაჩინა. მან იქვე პატარა ქოხი ააშენა და მთელ ზაფხულს იქ ატარებდა ოქროს ძებნაში. მაგრამ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ინდიელები ოქროს არსებობის შესახებ იცოდნენ და მას გამალებით იცავდნენ. ერთ შემოდგომას სეთემაპი აღარ დაბრუნდა. როგორც ჩანს, მან უკან დრო გადატოვა და ევრეკაში ზოგიერთმა გადაწყვიტა, რომ საბადოს საძებნელად წასულიყო. მათი ვარაუდეს, რომ სეთემაპმა სიცოცხლე დაკარგა ან ადგილობრივი ინდიელების ხელში, ან დაცემის შედეგად. არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდის ეს ამბავი. 1853 წელს ოქროს მაძიებელთა ჯგუფი დაკარგული ქოხის საბადოს საძებნელად წავიდა. ჯგუფი თავდაპირველად კალიფორნიიდან იყო, მაგრამ ორეგონში ჩასვლის შემდეგ მათი ძიება ყურადღებას მიიპყრო. მათ კიდევ რამდენიმე ადამიანი შეუერთდა, მათ შორის ჯონ ჰილმანი. მამაკაცებს თითქმის არ გაუმართლათ საიდუმლო მაღაროს პოვნაში, მაგრამ როცა საკვების ძიებაში იყვნენ, ჰილმანი შემთხვევით წააწდა კრატერის ტბას. ლეგენდის მიხედვით, სწორედ ჰილმანის ჯორმა შენიშნა პირველმა ტბის მკვეთრი დაქანება და შეჩერდა, სანამ ის და მისი მხედარი ტბაში ჩავარდებოდნენ. გრმა ტბა ჰილმანისთვის თითქმის ისეთივე საიდუმლო ჩანდა, როგორც დაკარგული მაღარო, ამიტომ მას სურდა დაერქმია საიდუმლო ტბა. ჯგუფის სხვა წევრებს სურდათ მას ლურჯი ტბა დაერქმიათ. აღმოჩენა მაძიებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არ ყოფილა და ის ფართოდ ცნობილი მხოლოდ 10 წლეულების შემდეგ გახდა. მათთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო მაღარო. სამწუხაროდ მათთვის არანაირი კვალიც კი არ იყო არც ხის ქოხის და არც საიდუმლო მაღაროსი. და დღემდე როგორ დაიწყო დაკარგული ქოხის მაღაროს ისტორია და იყო თუ არა მასში რაიმე სიმართლე, საიდუმლოდ რჩება. Grab Zeppelin იყო 850 ფუტიანი ხომალდი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის საზღვაო ფლოტის საჩვენებელ ნიმუშად იქცა, თუმცა ომის განმავლობაში მას ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია. მისი მშენებლობა 1936 წელს დაიწყო და გერმანელები მას გრანდიოზულ ტექნიკურ მიღწევად წარმოაჩენდნენ.
ეს ძირითადად იმიტომ მოხდა, რომ გერმანიის სამხედროებმა ხომალდი შექმნეს ისე, რომ არ ქონდათ მოქმედი მაგალითები, რომელთაც მიყოლოდნენ. მაგრამ სანამ ცეპელინის მშენებლობა დასრულდებოდა, დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. პრიორიტეტი მიენიჭა სამხედროების ცნობილ წყალქვეშა ნავების, უბოტების მშენებლობას, ხოლო გრაფ ცეპელინი გადაიყვანეს დანციგში, სადაც ის შენახვაზე დააყენეს. ბოლოს ის გადაიყვანეს ნაკადულზე, რომელიც ოდერის მდინარეში ჩაედინებოდა და იქ ჩაძირეს, როცა წითელი არმია ახლოვდებოდა. მოგვიანებით ის ხელახლა აღმოაჩინეს საბჭოთა ჯარისკაცებმა და საბჭოთა სამხედროებმა დაიწყეს გემის აღდგენა, მაგრამ საბოლოოდ ის განადგურდა. თუმცა ისტორიკოსები ვერ თანხმდებიან ზეპელინის საბოლოო ბედი როგორ დადგა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ როდესაც ის საბჭოთა კავშირში გადაქონდათ, გემი ნაღმზე აფეთქდა და დაინგრა. მაგრამ სხვა ვერსიის მიხედვით საბჭოთა ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს, გემი ომის ნაძარცვი არტეფაქტებითა და ძვირფასეულობით დაედვირთათ, თუმცა არასწორად გამოთვალეს. ამ თეორიის მიხედვით გემი გადადვირთული იყო და როცა ბალტიის ზღვაში შტორმში მოყვნენ, ვეღარ შეძლეს მისი მართვა და გემი ტალღებში ჩაიძირა. თუმცა არც ერთი ამ თეორიიდან დამტკიცებული არ არის. ავტორს ულრიხ ისტრელს კიდევ ერთი თეორია აქვს იმის ასახსნელად, თუ რა დაემართა საჰაერო ხომალდს. ის ეთანხმება, რომ მისი მშენებლობა დასრულებული არ იყო, როცა 1947 წლის აგვისტოში საბჭოთაებმა ის ბუქსირით წაიყვანეს, მაგრამ მათ ძალიან კონკრეტული მიზანი ჰქონდათ. მათ გადაწყვიტეს, რომ ცეპელინი მისცემდათ იდეალურ შესაძლებლობას ევარჯიშათ უცხოეთის ავიამზიდის ჩაძირვაში და სწორედ ამ მიზნისთვის გამოიყენეს ის სამიზნედ. საბოლოოდ ისრაელი ამტკიცებს, რომ მას 2 ტორპედო მოხვდა და ჩაიძირა. თითქმის 6 წლის განმავლობაში ის იმავე ადგილას იწვა, სადაც ჩაიძირა, მაგრამ ვერავინ პოულობდა მას. მხოლოდ 2006 წელს აღმოაჩინეს იგი ხელახლა, როცა პოლონელი მუშები ბალტიის ზღვაში ნავთობის საბადოებს ეძებდნენ. როგორც კი აღმოჩენის ამბავი სათაურებში მოხდა, დაიწყეს ვარაუდი, რომ ცეპელინის ნაშთები გერმანიას ეკუთვნოდა, მაგრამ გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საკუთრების საკითხი ჯერ კიდევ განიხილებოდა. პოლონელმა ისტორიკოსმა ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, რომ გერმანიის ხელისუფლება ყოველთვის ფრთხილად ეკიდებოდა საჰაერო ხომალდის მდებარეობის განხილვას და ივარაუდა, რომ ეს საიდუმლოების გამო იყო. ან ხომალდზე იყო ტვირთი, რომლის შესახებაც გერმანიის სამხედროებს არ სურდათ, რომ ვინმეს გაეგო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ რაიონში მეთევზეები ჩიოდნენ, რომ მუდმივად კარგავდნენ ბადეებს იმ ადგილას, სადაც ცეპელინი იპოვეს. ეხლა უკვე ცნობილია, რომ მათი ბადეები სწორედ ამ ცეპელინზე ებმებოდა და ამიტომაც იხეოდა. აღმოჩენის შემდეგ გაზომვებმა აჩვენა, რომ ნამსხვრევები წყლის ქვეშ დაახლოებით 280 ფუტის სიღრმეზე იყო დაფლული, ამიტომ მისი ამოვების შანსი პრაქტიკულად არ არსებობდა მისი უზარმაზარი ზომისა და წონის გამო. დიდი ალბათობით ის იქ დარჩება, სადაც იპოვეს, რადგან მისი ამოღება ძალიან ძვირი დაჯდება და რადგან წლების განმავლობაში ზღვამ ცეპელინის ასაშენებლად გამოყენებული მასალები კოროზიას დაუქვემდებარა, მათი ხელახლა გამოყენებაც შეუძლებელია. ფიცჯერალდის ოჯახი დღეს ცნობილია, როგორც ირლანდიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არისტოკრატიული ოჯახი. მათ ძალაუფლების მოპოვება ნორმანების მიერ დაპყრობის შემდეგ დაიწყეს და სინამდვილეში წარმოშობითაც ნორმანები არიან. მაგრამ რამდენიმე თაობის შემდეგ ფიცჯერალდის ოჯახი ძლიერ გელურ ოჯახებთან შეერწყა. ერთ-ერთი მთავარი პირი, ვინც ფიცჯერალდის ოჯახი ირლანდიელებთან დააკავშირა, იყო ჯერალდ ფიცჯერალდი. როგორც ბევრი ძლიერი არისტოკრატული ოჯახის შემთხვევაში, ფიცჯერალდის ოჯახის უძველეს და ძლიერ წინაპრებს, მათ შორის ჯერალდს, ლეგენდები და მითოლოგიური ისტორიები უკავშირდება. ეს ართულებს ფაქტისა და გამონაგონის გარჩევას და ისტორიული პირების რეალური ამბების გარკვევას. ჯერალდ ფიცჯერალდის ნამდვილი ისტორია შესაძლოა ისტორიას დაეკარგა. ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, ჯერალდ ფიცჯერალდი იყო მორის ფიცჯერალდის, დესმონდის პირველი გრაფის და მისი მესამე ცოლის აველინის ვაჟი. უფროსი ფიცჯერალდი დაეხმარა ნორმანების გვირგვინის წინააღმდეგ აჯანყების ხელმძღვანელობას და როგორც ჩანს, თავის წრეში საკმაოდ პოპულარული იყო. აჯანყება წარუმატებლად დასრულდა და მორისი გარკვეული დროით ტყვეობაში ჰყავდათ, თუმცა საბოლოოდ გაათავისუფლეს. მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ტიტულები უფროს შვილს გადაეცა. ის ვაჟი მემკვიდრის გარეშე გარდაიცვალა და ჯერალდი დესმონდის მესამე გრაფი გახდა. მისი რეალური ცხოვრების შესახებ ცოტა დეტალია შემორჩენილი. ის მცირეხნით დანიშნეს ირლანდიის მთავარი მოსამართლედ, მაგრამ ამტკიცებდა, რომ ამ როლში ყოფნისას საკუთარი მიწების დაცვა გაუჭირდებოდა. ჯერალდის ცხოვრების შესახებ შემორჩენილი უმეტესობა აღწერს ბრძოლებს სხვა არისტოკრატებთან და ბრძოლებს გელური ირლანდიელების წინააღმდეგ. Historial Geralds ყველაზე მეტად მისი პოეზიით იცნობენ. მას შეეძლო ნორმანულ ინგლისურად წერა, მაგრამ უფრო ხშირად ირლანდიურად წერდა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო იმისთვის, რომ მის ოჯახს მიეღო იმ ქვეყნის კულტურა, სადაც ცხოვრობდნენ. Gerald Fitzgeraldi ისტორიულ წყაროებში 1398 წელს 63 წლის ასაკში გაქრა.
მისი ტიტულები მიშლს გადაეცა, ხოლო რა დაემართა მას, უცნობია. მისი ასაკიდან გამომდინარე, ბუნებრივი მიზეზებით გარდაცვალება სავარაუდოა, მაგრამ ამის შესახებ ჩანაწერი არ არსებობს. აქ სწორედ ლეგენდები ავსებენ სიცარიედას. ერთი ისტორიის მიხედვით, ფიცჯერალდი სინამდვილეში ირლანდიელი ქალღმერთის აიდის შვილი იყო. მისმა მამამ აიდი მაშინ ნახა, როცა ის ბანაობდა და მოპარა მას მოსასხამი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მასზე ძალაუფლება ჰქონდა. ეს ისტორია ტრადიციულ კელტურ მითოლოგიას ფრანგეთიდან შემოტანილ სასახლის ამბებთან აერთიანებს. გერალდი იმ ურთიერთობის ნაყოფი იყო და მთელი ცხოვრების განმავლობაში მას სხვა სამყაროსთან კავშირი ჰქონდა. ამბობდნენ, რომ მას ჯადოქრობის შესრულება შეეძლო, მაგრამ ამას დახურულ კარს მიღმა პირად ოთახში აკეთებდა. ერთ დღეს მისმა ცოლმა კითხა, შეეძლო თუ არა ენახა რას აკეთებდა ის და გერალდმა უთხრა, რომ შეეძლო, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხმას არ ამოიღებდა. ფიცჯერალდის შემდეგ სხვადასხვა რამედ გადაიქცა. ერთ-ერთი მათგანი იმდენად შოკის მომგვრელი იყო, რომ მისმა ცოლმა წამოიყვირა. ერთი ვერსიის მიხედვით ის გაუჩინარდა, ხოლო მეორე ვერსიით მთელი სასახლე, სადაც ის ცხოვრობდა, ტბის ფსკერზე ჩაიძირა. მეორე მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცები ხშირად კრეიდნენ ნაგავს ბომბის კრატერებში, რადგან ეს იყო მოსახერხებელი გზა იმისთვის, რომ მოეშორებინათ ყველაფერი, რაც აღარ სჭირდებოდათ, საათობით ორმოების თხრის გარეშე. ამიტომ ეს ბომბის კრატერები მეორე მსოფლიო ომის სამახსოვრო ნივთების კოლექციონერებისთვის ნამდვილ საბადოებად იქცა და ეს იდეა მოეწონათ დელანის ავიაბაზის მუზეუმის თანამშრომლებს, რომელიც არნემთან ახლოს ნიდერლანდებში მდებარეობს. 2014 წლის ოქტომბერში ისინი თხრიდნენ კრატერებს, რომლებიც ავიაბაზაზე დაბომბვის შედეგად იყო შექმნილი, მაგრამ ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რას იპოვიდნენ იქ. ერთ მომენტში მათ გააცნობიერეს, რომ აღმოაჩინეს ME-262 საბრძოლო თვითმფრინავის სხვირი, რომელიც იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე თვითმფრინავად იქრებოდა. როდესაც თხრას აგრძელებდნენ, საბოლოოდ თვითმფრინავის საქარე მინა და 4 იარაღის პორტი აღმოაჩინეს, ასევე ცხვირზე დამონტაჟებული ქვემეხები. მალე თვითმფრინავის ფრთებამდე მიაღწიეს და სწორედ მაშინ გათხრებს გარკვეული პრობლემები შეექმნა. თხრა გაგრძელდა გუნდის ხელებისა და ნიჭბების გამოყენებით, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ ამ მეთოდით მთელი თვითმფრინავის ამოჩენა ძალიან დიდ დროს საირებდა. თვითმფრინავის შასი საერთოდ ვერ გადაადგილდა და დადგინდა, რომ მთავარი ლონჟერონი საკმაოდ ღრმად იყო მიწაში ჩაშვებული. მათ გადაწყვიტეს იმ დრისთვის მუშაობა შეეწყვიტათ წყვიტად, მაგრამ მეორე დილით ამოღების პროცესი მიწის სამუშაო ტექნიკის გამოყენებით გააგრძელეს. მიუხედავად ამისა, მათ ვერ შეძლეს ხილული ფრთის გადაადგილება, მაგრამ დადგინდა, რომ მეორე ფრთა დანარჩენი თვითმფრინავის ქვეშ იყო დამარხული. თავდაპირველად ეგონათ, რომ თვითმფრინავი იყო ME-262A2A შტურმგევერის ტიპის გამანადგურებელი ბომბდამშენი, რადგან მხოლოდ 2 ქვემეხი ჩანდა. მაგრამ ეს მოგვიანებით გასწორდა, როდესაც გაირკვა, რომ ომის დროს ჰოლანდიაში 9 ME-262 თვითმფრინავი იყო ჩამოგდებული. მათგან 6 ბრაბანტის თავზე ჩამოაგდეს, ერთი ფრიზლანდის თავზე, კიდევ ერთი ვორდენის თავზე და კიდევ ერთი ეილდენის თავზე. შემდეგ ივარაუდეს, რომ აეროდრომზე ნაპოვნი თვითმფრინავი იყო ის, რომელიც შეცდომით ჩამოაგდეს ეილდენის თავზე, რადგან ის ყველაზე ახლოს იყო აეროდრომთან. აღმოჩენილ კორპუსის ნამსხვრევზე ნომერი 130-1026 ეწერა. და მონაცემთა ბაზასთან გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ეს თვითმფრინავი იყო ME-262, რომელიც ლაიფციგში მესერშმიტის ქარხანაში იყო აშენებული. გამოტებითი კვლევის შედეგად ასევე გაირკვა, რომ ეს იყო პირველი ME-262, რომელიც ოდესმე გამოუშვეს და შესაბამისად ის სამხედრო ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მოვლენები, რომლებმაც თვითმფრინავის დამარხვამდე მიიყვანა, რის შემდეგაც ის იქ აღმოაჩინეს. იმის გამო, რომ თვითმფრინავის დიზაინი იმ დროს საიდუმლოდ ითვლებოდა და ის შეცდომით გერმანული მეგობრული ცეცხლით ჩამოაგდეს, გერმანიის სამხედროებს არ შეეძლოთ რისკზე წასვლა, რომ ნამსხვრევები არასდროს ხელში აღმოჩენილიყო, რადგან ამ შემთხვევაში დიზაინი მტერსაც ეწოდინებოდა. ამის ნაცვლად ის ფარულად გადაიტანეს აეროდრომზე, რომელიც იმ დროს ლუფტვაფეს კონტროლის ქვეშ იყო, სადაც ის სხვა რამდენიმე აღჭურვილობის ნაწილთან ერთად ერთ-ერთ ბომბის კრატერში დამარხეს. Manning Kimmel, Admiral Husband, A. Kimmelis შვილი, რომელსაც 1951 წლის Pearl Harbor-ის თავდასხმაში ადანაშაულებდნენ, აშშ-ის საზღვაო ძალების ოფიცერი იყო, რომელიც იმედოვნებდა, რომ მამამისის უარყოფით რეპუტაციას დაძლევდა. 1935 წელს საზღვაო აკადემიის დასრულების შემდეგ მან წყალქვეშა ნავებზე გაიარა მომზადება და საბოლოოდ USS Robolos მეთაური გახდა. დასავლეთ წყნარ ოკეანეში Robalo იაპონური საწვავის გემებს აწუხებდა. მესამე პატრულირებისას 1944 წლის 26 ივლისს Robalo პალავანის კუნძულის მახლობლად ნაღმზე აფეთქდა და სწრაფად ჩაიძირა. ზოგი მეზღვაური გავრცელებული ინფორმაციით თავდაპირველ ჩაძირვას გადაურჩა, ნაპირზე გამოცურა და იაპონელებმა დააკავეს, როცა ფილიპინელ პარტიზანებთან დაკავშირებას ცდილობდნენ.
ზოგი სანაპიროზე დაიღუპა, სხვები კი დააპატიმრეს და დაკითხეს. მათ მოახერხეს ჩაძირვის ამბის ASEAN სამხედროებისთვის გადაცემა, როდესაც წერილი სხვატყვე ჯარისკაცს ჩაუცურეს. მენინგ ქიმელის ბედი უცნობია. თავდაპირველად მის ოჯახს უთხრეს, რომ ის გემთან ერთად ჩაიძირა, მაგრამ მოგვიანებით დაზვერვის ინფორმაციით ის შესაძლოა გადარჩენილთა შორის ყოფილიყო. რობოლს გადარჩენილებმა ციხეში დიდხანს არ გაატარეს და ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობების მიხედვით ისინი ან მოკლეს შურისძიების მიზნით მას შემდეგ რაც ამერიკული თვითმფრინავები შენიშნეს, ან გადაიყვანეს გემზე, რომის დანიშნულებაც უცნობია. 3 წლეულზე მეტი ხნის განმავლობაში 68 წლის გერმანელი მამაკაცი თავის სახლის სარდაფში საიდუმლოს მალავდა, მაგრამ მას შემდეგ რაც პოლიციამ შეტყობინება მიიღო მოქალაქისგან, მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ეს საიდუმლო საბოლოოდ გახდა ცნობილი სამართალდამცველებისთვის. გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სამახსოვრო ნივთების ფლობა კონკრეტული ნივთის მიხედვით უკანონოა. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა სამახსოვრო ნივთებისა, როგორიცაა სამედიცინო ნაკრებები, ნიშნები და მედლები, როგორც წესი ლეგალურია ფლობისთვის, უფრო მკაცრი წესები ვრცელდება იარაღებზე, რომლებიც ომის დროს გამოიყენებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს იარაღები ჯერ კიდევ მოქმედია. ეს ვერაფრით შეეჩერა აღნიშნული ადამიანი, სახელად კლაუს დიტერ ფლიკი, რომ მას შეეგროვებინა ყველა სამახსოვრო ნივთი, რაც კი შეეძლო ეპოვა. და 2015 წელს ეს გამოიწვია ის, რომ კანონთან პრობლემები შეექმნა. მისი მეგობრებისა და ოჯახის წევრების თქმით, ფლიკი ეკონომიური ადამიანია, რომელიც უმეტეს დროს მარტო ატარებს საკუთარი სურვილით. მისი მეზობლები ყოველთვის იცოდნენ, რომ ის აიომროინდელ ნივთებს აგროვებდა, მაგრამ როცა გაირკვა, რომ მას აკრძალული ნივთებიც ჰქონდა შენახული, ისინი შოკში ჩავარდნენ. პირველად ეჯვი 2005 წელს გაჩნდა, რომ მას ეს ნივთები ჰქონდა, რის შემდეგაც მთავრობის წარმომადგენლებმა ფლიკის სახლში ჩხრეკის ჩატარება დაავალეს. როცა ჩხრეკა ჩატარდა, რამდენიმე არალეგალური იარაღი აღმოაჩინეს, მაგრამ საჭირო ლიცენზიებზე და შემდგომ სამართლებრივ პროცესებზე გამართის გამო არაფერი გაკეთდა. 10 წლის შემდეგ ბერლინის პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომ ფლიკი შესაძლოა მალავდა გარკვეულ ხელოვნების ნიმუშებს, რომელთა ფლობა საზოგადოებისთვის აკრძალული იყო. და ჩატარდა მეორე ჩხრეკაც. ამჯერად მათ შემთხვევით აღმოაჩინეს მისი კოლექციის დანარჩენი ნაწილი, რომელიც სრულიად არალეგალური აღმოჩნდა. მან არა მხოლოდ აკრძალული ნივთები, როგორიცაა უნიფორმები, დროშები და ლამპები, რომელთაც გარკვეული აკრძალული სიმბოლო ჰქონდა შეაგროვა, არამედ ჩხრეკის გაგრძელებისას მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მას ასევე ჰქონდა შენახული V1 რაკეტის ასლი. მაგრამ ყველაზე გასაოცარი იყო პანტერას ტანკის აღმოჩენა, რომელსაც ის სარდაფში მალავდა. სახლი ციხესიმაგრეს ჰგავდა და 20 ჯარისკაცს თითქმის 9 საათი დასჭირდა, რომ ყველა არალეგალური არტეფაქტი გაეტანათ, მათ შორის ტანკიც, რომელიც ჯავშან ტექნიკაზე მიმაგრებული ანწეებით გამოიტანეს. ასევე იპოვეს 88 მმ-იანი ანტისაერო ქვემეხი და ფლიკი დაადანაშაულეს საომარი იარაღის კონტროლის შესახებ კანონისა და ცეცხლსასროლი იარაღის კანონის დარღვევაში. ბოლოს მას პირობითი 14 თვიანი სასჯელი მიუსაჯეს. SS Normandia, ოდესღაც ზღვაში მოსიარულე ყველაზე მდიდრული ოკეანის ლაინერი იყო. როცა 1942 წლის თებერვალში ცეცხლი გაუჩნდა, მაშინვე გავრცელდა ხმები დივერსიის შესახებ. FBI-ს გამოძიებამ დაამტკიცა, რომ ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი მაინც ეჭვობს ამ ოფიციალურ დასკვნაში. ნორმანდია ფრანგული ხომალდი იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე წლების განმავლობაში ატლანტის ოკეანეს კვეთდა. როდესაც საფრანგეთის მთავრობამ ომი გამოაცხადა, ხომალდი ნიუ-იორკში იყო გაჩერებული. იმის ნაცვლად, რომ დაბრუნების გზაზე თავდასხმის რისკი გაეწიათ, კომპანიამ ნორმანდია ამერიკაში დატოვა, მცირე ეკიპაჟთან ერთად, რათა ყველაფერი გამართულად ემუშავებინა. აშშ-ის მთავრობამ ხომალდი გადაიბარა მას შემდეგ, რაც საფრანგეთი ღერძის ძალებს დანებდა. როდესაც ამერიკა ოფიციალურად ჩაერთო ომში, ნორმანდია მნიშვნელოვანი რესურსი გახდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ეს მდიდრული ხომალდი ჯარისკაცების გადამზიდავ გემად გადაეკეთებინათ. როგორც მდიდრული ლაინერი, მას შეეძლო 1000-ზე მეტი სტუმრის მიღება და გადაკეთების შემდეგ ბევრად მეტი ჯარისკაცის გადაყვანაც შეეძლებოდა. გემი ასევე გადაერქვა და ეწოდა US Lafayette, ფრანგი გენერლის პატივსაცემად, რომელმაც ამერიკის რევოლუციაში იბრძოლა. ეხლა სახელდებულ Lafayette-ზე სამუშაოები 1942 წლის დასაწყისში დაიწყო. საწყისში ვარაუდობდნენ, რომ მხოლოდ ერთი თვე დასჭირდებოდა, მაგრამ ვადა მნიშვნელოვნად გადაიწია და თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა. სამუშაოების მიმდინარეობისას ადგილობრივ ჟურნალისტებს აინტერესებდათ ნავსადგურში უსაფრთხოების საკითხები. საიდუმლო არ იყო, რომ აშშ-ში გერმანიის მხარდამჭერები იყვნენ. გერმანელი ჯაშუშების ჯგუფი ცოტა ხნის წინ დააკავეს, მაგრამ სავარაუდოდ კიდევ ბევრი იყო, რომლებიც ყველას თვალწინ იმალებოდნენ. ერთმა ჟურნალისტმა გადაწყვიტა შეემოწმებინა, რამდენად ადვილი იქნებოდა ნორმანდიის საბოტაჟი. მან მოახერხა ნავსადგურში სამსახურის დაწყება და გემზე თავისუფალი წვდომა ჰქონდა. თუ მას რაიმე ბოროტი განზრახვა ექნებოდა, ამის გაკეთება რთული არ ექნებოდა.
თუ ოფიციალურ ვერსიას დაუჯერებთ, არანაირი ბოროტი ქმედება საჭირო არ იქნებოდა. 9 თებერვალს დღის მეორე ნახევარში მუშა სახელად კლემენტ დერიკი ხომალდზე საჭრელი ჩირავთნით სამაგრებს ჭრიდა. მეორე მუშა ასბესტის დაფით ნაპერწკლებს უნდა იჭერდა, მაგრამ ერთ მომენტში მას სხვასთან საუბარი მოუხდა და მოდრიალდა. ნაპერწკლები დაეცა ძალიან აალებად სამაშველო ჟილეტების გროვას, რომლებიც ტილოთი იყო დაფარული. ცეცხლის სწრაფად გავცელდა გემის ლაკირებულ ხის ნაწილებზე და ახლოს დაკრილ მატრასებზე. მუშები ცეცხლს გაექცნენ. ნორმანდიაზე დამონტაჟებული იყო ხანძრსაწინააღმდეგო სისტემები, მაგრამ განახლების დროს ისინი გამორთული იყო. ამან ასევე დააყოვნა სახანძრო სამსახურში დარეკვაც. 12 წუთი გავიდა, სანამ ნიუ-იორკის სახანძრო სამსახურს დაურეკავდნენ. საათობით მეხანძრეები ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას. თუმცა ცეცხლზე დაბკაპუნებული მთელი წყალი მხოლოდ იმას იწვევდა, რომ გემი გადაიხარა. ბოლოს გემი გვერდზე გადაბრუნდა და ნახევრად ჩაძირული დარჩა მარჩხალ წყალში. საბოტაჟის ჭურები სწრაფად გავრცელდა. თეორია არსებობდა, რომ ეს გერმანიის ფარდამჭერების ნამოქმედარი იყო, რომლებიც როგორღაც სამუშაო ჯგუფებში აღმოჩნდნენ. მაგრამ როცა FBI-მ დერიკის აღწერილი მოვლენების რეკონსტრუქცია მოაწყო, შესაძლებელი გახდა ამ მოვლენების გამეორება. არანაირი განზრახი მავნექმედება საჭირო არ იყო. ეს ჭურების გავრცელებას არ შეუშლია ხელი. საერთოდ მხოლოდ გერმანელები არ მიიჩნეოდნენ. ერთმა მაფიოზმა განაცხადა, რომ თავდასხმის უკან თვითონ იდგა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ მისი რეპუტაციის გასაუმჯობესებლად მიიჩნეოდა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მაფიის ბოსი ლაკი ლუჩიანო გემთან დაკავშირებულ გეგმებს აწყობდა. ნორმანდიის ბედი საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალებმა ნიუ-იორკის მაფიასთან ითანამშრომლეს ნავსადგურების დაცვისა და იმ ადამიანების გამოსავლენად, ვინც შესაძლოა გერმანულ წყალქვეშა ნავებს ამერიკის სანაპიროსთან ეხმარებოდა. SS City of Cairo იყო ორთქმავალი გემი, რომელიც 1915 წელს Early's გემთმშენებლობისა და ინჟინერიის კომპანიამ ააშენა ლონდონის Ellerman Lines Limited-ის დაკვეთით. გემი აშენდა 2 გემბანით, 2 ანძით და მშენებლობის დასრულების შემდეგ რეგისტრირებული იქნა ლივერპულში, ინგლისში. მეორე მსოფლიო ომის დროს გემი გაერთიანებულმა სამეფომ რეკვიზიციაში აიყვანა და მას დაევალა ქვეყანაში მარაგების ჩამოტანა ომში დასახმარებლად. 1942 წლის 1 ოქტომბერს გემი გაემგზავრა თავის ბოლო მოგზაურობაში, უილიამ ამ როჯერსონის მეთაურობით. მას და მის ეკიპაჟს დაევალათ გემის City of Cairo გაეცურებინათ ინდოეთის ბომბეიდან ინგლისში, თუმცა მანამდე უნდა გაელოთ დურბანი და კეიპტაუნი სამხრეთ აფრიკაში და პერნამბუკო ბრაზილიაში. ისინი კეიპტაუნს უპრობლემოდ მიაღწიეს და იმავე წლის 1 ნოემბერს დილის 6 საათისთვის ბრაზილიისკენ გაემგზავრნენ. გემზე იმყოფებოდნენ რამდენიმე სამოქალაქო მგზავრი, ასევე 10 თავდაცვითად აღჭურვილი სავაჭრო გემის არტილერისტი არმიიდან და სამეფო საზღვაო ძალებიდან და 2 ჯგუფი ინდოელი ჯარისკაცებისა, რომლებიც ბრიტანულ გემებზე სამსახურისთვის იყვნენ აყვანილი. გემი დატვირთული იყო რკინით, ხით, მატყლით, ბამბით, მანგანუმის მადნით და 2000 ყუთით, რომელთაგან ყველა ვერცხლის მონეტებს შეიცავდა. Cairo-s ქალაქი სტრაპგემს ნამდვილად არ წარმოადგენდა, რადგან მას მხოლოდ 12 კვანძის განვითარება შეეძლო და მას ძალიან კვამლიანი ძრავები ჰქონდა, რის გამოც გემიდან ხილვადობა ძალიან ცუდი იყო. ამასთანავე ეს მტრის გემებისთვისაც ბევრად უფრო ადვილად შესამჩნევს ხდიდა მას. ამ პრობლემების მიუხედავად გემი ესკორტის გარეშე აგრძელებდა გზას და ბრაზილიის მიმართულებით მიემართებოდა. მაგრამ ნოემბრის მე-6 დღეს გერმანული წყალქვეშა ნავის ეკიპაჟმა შენიშნა კვამლი და იმავე ღამეს მათ ტორპედოთი შეუდიეს. ეს იყო პირდაპირი დართვა და იცოდა რა, რომ აღარაფერი შეიძლებოდა გაკეთებულიყო. Cairo-s ქალაქის კაპიტანმა ბორცემ ოპყველას უბრძანა გემის დასატოვებლად მომზადებულიყვნენ. საგანგაშო სიგნალი გაიგზავნა, როცა გემი ნელა იძირებოდა. მაგრამ პირველი ტორპედოს მოხვედრიდან 20 წუთში კიდევ ერთი ტორპედო გაუშვეს. ამან საბოლოოდ განსაზღვრა Cairo-s ქალაქის ბედი და ის ჩაიძირა წმინდა ელენეს სანაპიროდან დაახლოებით 480 მილის დაშორებით. შემდეგ წყალქვეშა ნავის კაპიტანმა ბრძანა ხომალდის ზედაპირზე ამოეყვანათ და დაიწყო საუბარი გადარჩენილებთან, რომლებიც მაშველ ნავებში აღმოჩნდნენ. მან კითხა, რა ერქვა გემს, რა ტვირთს ატარებდა და გადაჰყავდა თუ არა გერმანელი სამხედრო ტყვეები. მას შემდეგ, რაც საჭირო ინფორმაცია მიიღო, მან უბრალოდ თავის ბედზე მიატოვა გადარჩენილები, რადგან ფიქრობდა, რომ ისინი მალე დაიღუპებოდნენ და უბრალოდ თქვა, ღამე მშვიდობისა და ბოდიში რომ ჩაგაძირეთ. 207 ადამიანი საბოლოოდ გადაარჩინეს სხვა გემებმა, რომლებიც ამ ტერიტორიაზე გაიარეს მას შემდეგ, რაც მაშველ ნავებში მოხვედრილი მგზავრები 3 კვირის განმავლობაში ზღვაში იყვნენ მიტოვებულები. გემი და ვერცხლის მონეტები, რომლებსაც ის ეზიდებოდა, დაიკარგა და რადგანაც არავინ იყო ზუსტად დარწმუნებული, სად ჩაიძირა, ისინი სამუდამოდ დაკარგულად მიიჩნიეს.
მაგრამ 2011 წელს ბრიტანულმა ექსპედიციამ სახელად ღრმა ოკეანის ძიება შეძლო ნამსხვრევების პოვნა აფრიკის სანაპიროდან დაახლოებით 1000 მილის დაშორებით. მათ შეძლეს შეეგროვებინათ დაახლოებით 100 ტონა მონეტა, რომლებიც ფსკერზე 69 წლის განმავლობაში ეყარა. მონეტები, რომლებიც ინდური რუპიები იყო, თავდაპირველად ბრიტანეთში გაგზავნეს, რათა გადაედნოთ და ომის ძალისხმევისთვის გამოეყენებებინათ. დაავდგენილი ვერცხლის დიდი ნაწილი ბრიტანეთის ხაზინაში გაგზავნეს, სადაც ის შემდეგ თავდაპირველი გეგმის მიხედვით გადადნეს. მაგრამ ნორვეგიულმა კომპანიამ სახელად Semler Husetმა გაიგო მონეტების აღდგენის შესახებ და შესთავაზა 2000 მონეტის ყიდვა. როგორც კი ეს გაკეთდა, მათ დაიწყეს მონეტების აღდგენა, რომლებიც შემდეგ კოლექციონერებისთვის გასაპირდად გამოიტანეს. ყოველი მონეტის მდგომარეობა უნდა შემოწმებულიყო, რაც მარტივი საქმე არ იყო, რადგან ბევრმა მათგანმა ზღვის ფსკერზე ყოფნისას ერთიან გროვებად იქცა. შემდეგ გამოიყენეს სპეციალური წმენდის პროცესი ვერცხლის აღსადგენად და კოლექციონერები მაშინვე გამოიყენეს შესაძლებლობა, რომ მეორე მსოფლიო ომის ისტორიის პატარა ნაწილი შეეძინათ. 1217 წელს ფილიპის ქალაქში შემაძრწუნებელმა დანაშაულმა შოკში ჩააგდო მოსახლეობა. თავდასხმის უკან დგომი პირი მხოლოდ როგორც იდუმალი ლორდი სენ იყო მოხსენიებული. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, თავად პაპმა ზუსტად იცოდა ვინ იყო ლორდი ეს, ისტორიკოსები დღემდე დაობენ მის ვინაობაზე და იმაზე რა მაიძულა იგი არქიეპისკოპოსზე მისივე ეკლესიაში თავდასხმა მოეწყო. ფილიპი იყო ქალაქი თესალონიკის სამეფოში, ერთ-ერთი მრავალ სამეფოთაგან, რომლებიც მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ შეიქმნა. 1204 წელს ლათინაულმა ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლის ქალაქს შეუტიეს მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის ფარგლებში. ბიზანტიის იმპერია ძირითადად დაიკავეს დასავლეთ ევროპის სხვადასხვა დიდებულებმა და ის ლათინურ იმპერიად გადაიქცა. კათოლიკე მღვდლები დაინიშნენ იმპერიის მასშტაბით. ერთ-ერთი ასეთი იყო William Romidon, რომელიც 1212 წელს ფილიპის არქიეპისკოპოსად დანიშნეს. შესაძლებელია William-ი ადგილობრივ მმართველებთან კონფლიქტში მოვიდა. დაპირისპირება ხშირად ხდებოდა რელიგიურ და საერო პირებს შორის, განსაკუთრებით ქონებასა და ფულზე. ეს ყოველთვის არ ნიშნავდა დაპირისპირებას ლათინებსა და ბიზანტიელებს შორის, თუმცა ამ ორ ჯგუფს შორის დაძაბულობა იშვიათი არ იყო. მაგრამ William-ი არ ახსოვდათ როგორც განსაკუთრებით მტრული ადამიანი, რაც 1217 წლის მოვლენებს კიდევ უფრო შოკის მომგვრელს ხდიდა. პაპის წერილის მიხედვით, William-ი სრულ ეპისკოპოსურ სამოსში იყო გამოწყობილი და თავის მრევლს ემსახურებოდა, როცა თავდამსხმელთა ჯგუფმა ეკლესიიდან გაათრია. ეს ძალიან საჯარო მოქმედება იყო, თითქოს სპეციალურად გაკეთებული გზავნილის გასაგზავნად. William-ის სხედარი მოგვიანებით იპოვეს სასაფლაოს გარეთ, ერთ საზიზღარ ადგილას, როგორც აღწერენ. წერილში ნათლად იყო აღნიშნული, რომ ბრალი ლორდ S-ს ეკისრებოდა. ეს იყო ადამიანი, რომელსაც William-ი იცნობდა. როგორც ჩანს, მათ ადრე უკვე ჰქონდათ პრობლემები, მაგრამ შემდეგ შეთანხმდნენ მშვიდობაზე და ფიციც კი დადეს. ვინიც არ უნდა ყოფილიყო ლორდ, მან დაარღვია ფიცი და როგორც ჩანს, სურდა ეჩვენებინა, რომ William-ის ქმედებებს არ მოითმედნენ. სამწუხაროდ, იმ დროიდან შემორჩენილი წერილები დეტალებში არ აღწერს, რა გააკეთა თითქოს William-მა და ძალიან ცოტა მინიშნებას იძლევა, ვინ იყო ეს საიდუმლო ლორდ C. მაგრამ კაცი განკვეთეს ეკლესიიდან, რაც ცხადყოფს, რომ ლორდს მაინც ცნობილი იყო ადგილობრივ საზოგადოებაში. მომდევნო წელს კიდევ ერთმა წერილმა ახსენა William-ზე თავდასხმა, მაგრამ ამან მხოლოდ უფრო მეტად დააბნია ყველაფერი. მუდლების ჯგუფს რაღაცაზე უთანხმოება ჰქონდა და მათ სთხოვეს სხვა ქალაქში გამგზავრება, რათა საკითხი გადაეწყვიტათ. მაგრამ არავის სურდა გამგზავრება, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს ძალიან საშიში იყო. ისინი კონკრეტულად ახსენებდნენ William-ზე ბულგარელების მიერ თავდასხმას და შიშობდნენ, რომ მსგავსი რამ მათაც შეემთხვეოდათ. პირველ წერილში ბულგარელებზე საერთოდ არ იყო საუბარი და ახლა ჩანდა თითქოს თავდასხმა უბრალოდ შემთხვევითი ამბავი ეგონათ. William-ს ეკლესიაში კი არ დასმიან თავს. როგორც ჩანს, გზაზე იყო, როცა ჩაუსაფრდნენ და სავარაუდოდ ძარცვის დროს სიცოცხლე დაკარგა. შესაძლოა თავდასხმის შემდეგ მოვლენები გაადიდეს და ამბავი აირია. მაგრამ ზოგიერთი ეჭვობს, რომ იდუმალმა ლორდმა ესმა შეძლო თავისი დანაშაულისთვის პასუხი აერიდებინა და თავისი ქმედებები კაჩავებს დააბრალა. ესევე შესაძლებელია, რომ მღვდლებს არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ იმის შესახებ თუ როგორ დააკარგა სიცოცხლე William-მა, ან მისი თავდასხმა სხვა გზაზე მომხდარ თავდასხმაში აერიათ. HIJMS Musashi, იაპონური საბრძოლო გენი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი იყო, რაც კი ოდესმე აუშენებიათ. ის კლასიფიცირებული იყო როგორც იაპონიის არმიის იამატოს კლასის საბრძოლო გემი და ოფიციალურად შეიყვანეს სამხედრო ძალებში 1942 წლის 5 აგვისტოს. Musashi იამატოსთან ერთად, რომლის სახელზეც დაერქვა ამ ტიპის გემებს, იაპონიის სამხედრო ძალების მიერ ითვლებოდა საუკეთესო საბრძოლო გემებად, რაც კი ოდესმე აუშენებიათ და მიაჩნდათ, რომ ისინი შეუდარებელი იქნებოდნენ ნებისმიერ კონფლიქტში.
მუსაში აღჭურვილი იყო 9.1 დიუმიანი ქვემეხით, რაც 2 დიუმით უფრო უფრო დიდი იყო ვიდრე ამერიკულ გემებზე არსებული საშუალო ქვემეხები და თითოეული ჭურვი, რომელსაც ეს ქვემეხები ისროდნენ, დაახლოებით 3200 ფუნტი იწონიდა. თითოეული ჭურვის გასროლა ყოველ 40 წამში შეიძლებოდა და მას შეეძლო 25 მილამდე მანძილზე გაფრენა, რაც იმ დროისთვის მართლაც შეუდარებელი იყო სხვა ქვეყნების საბრძოლო გემებთან შედარებით. მაგრამ ორივე ამ გემს პრობლემა ჰქონდა. ისინი იმდენად მძიმეები იყვნენ, რომ მათი ექსპლუატაციისთვის უზარმაზარი რაოდენობის საწვავი იყო საჭირო. და იმ დროს იაპონიის საწვავის მარაგები იწურებოდა. გარდა ამისა, რადგან იაპონიის მთავრობამ და სამხედროებმა ეს გემები ოდესმე აშენებულ საუკეთესოებად წარმოაჩინეს, ძალიან უხერხული იქნებოდა თუ ეს ხომალდები ჩაძირულიყო. ამიტომ გადაწყდა, რომ ისინი იშვიათად და მხოლოდ მაშინ იქნებოდა გამოყენებული, როცა დარწმუნდებოდნენ, რომ ომი დასასრულს უახლოვდებოდა. სინამდვილეში მუსაში სამხედროებმა მხოლოდ მაშინ გამოიყენეს, როცა აშკარა გახდა, რომ იაპონია გარდაუვალ მართს აწყდებოდა. 1944 წლის ოქტომბერში მათ გაიგეს, რომ ამერიკის სამხედროები ფილიპინებზე შეჭრას გეგმავდნენ. დაიგეგმა თავდაცვის გეგმა სახელწოდებით გაამარჯვება და იაპონიის სამხედროებმა პრაქტიკულად ყველაფერი გამოიყენეს, რაც ფლოტს დარჩენოდა, რათა ეს შეეჩერებინათ. მუსაში გაგზავნეს ამ ტერიტორიაზე და რასაც მოჰყვა, ისტორიაში შევიდა როგორც ლეიტეს ყურის ბრძოლა, მაგრამ ბრძოლა გეგმის მიხედვით არ წარიმართა. იმ წლის 24 ოქტომბერს მუსაში 36-ჯერ დაარტყეს და ის ტალვების ქვეშ გაუჩინარდა. ეს იყო მეორე მსოფლიო ომის ყველაზე დიდი საზღვაო ბრძოლა და იაპონიის საზღვაო ძალები დაამარცხეს ამერიკელმა და ავსტრალიელმა ჯარისკაცებმა. მრავალმა ადამიანმა ნახა, როგორ ჩაიძირა მუსაში, მაგრამ უცნაურია, რომ ომის დასრულების შემდეგ მისი პოვნა ვერ მოხერხდა. ყველაფერი შეიცვალა 2015 წელს, როდესაც პოლ ალენმა, Microsoft-ის თანადამფუძნებელმა, გამოაცხადა, რომ ფილიპინების სანაპიროსთან საბოლოოდ იპოვა ეს გემი. მან სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა გემის რამდენიმე ფოტო, სადაც ის ზღვის ფსკერზე წევს. ერთ-ერთ ფოტოზე კი გამოსახული იყო იაპონიის იმპერატორის ოჯახის გერბი და მუსაშის ცხვირი. მან ასევე გამოაქვეყნა გემის უზარმაზარი ღუზისა და სარქლის ფოტოები, რომლებიც მან და მისმა ეკიპაჟმა იპოვეს, როდესაც წყალქვეშა კვლევითი აპარატით ამ ტერიტორიას იკვლევდნენ. მან დაამატა, რომ ის დაახლოებით 9 მილის სიღრმეზე იპოვეს და რომ ეს აღმოაჩინეს ამომწურავი ძიების შემდეგ. პირველად ალენმა და მისმა ეკიპაჟმა ჩაატარეს ოკეანის ფსკერის ბათიმეტრიული კვლევა იმ ტერიტორიაზე, სადაც მიიჩნეოდა, რომ მუსაში ჩაძირული იყო. ამან გამორიცხა ოკეანის ფსკერის დიდი ტერიტორიები, რომელთა ამაოდ ძებნასაც დიდი დრო დასჭირდებოდა. შემდეგ ავტონომიური რობოტი ჩაუშვეს, რათა მოეძებნა რაიმე კვალი ნამსხვრევებისა, რომლებიც დაახლოებით 7 ათწლეულის განმავლობაში დაკარგული იყო. მას შემდეგ, რაც ის აღმოაჩინეს, კამერებით აღჭურვილმა დისტანციურად მართვადმა აპარატმა შეძლო ნამსხვრევების გადაღება და საბოლოოდ დადასტურდა, რომ მუსაში ნაპოვნი იყო. ალენი დიდი ხანია დაინტერესებული იყო მეორე მსოფლიო ომის ისტორიით და მუსაშის აღმოჩენა იმას ნიშნავდა, რომ ის ამ ისტორიის ნაწილი გახდა, თუნდაც მცირე დონეზე. ბრუნამბურგის ბრძოლა 927 წელს, სადაც ინგლისის მეფე ეთელსტანმა დაამარცხა შოტლანდიის, დუბლინისა და სტრატკლაიდის მეფეების კოალიცია, იყო გარდამტეხი მომენტი ინგლისის ისტორიაში, რომელმაც განამტკიცა ეთელსტანის მმართველობა და გაამყარა ერთიანი ინგლისის სამეფო. მაგრამ მისი ზუსტი მდებარეობა უცნობი რჩება. ეთელსტანი, ალფრედ დიდის შვილიშვილი, გაერთიანა ინგლისი. 927 წელს ეთელსტანის მიერ, 924 წელს შოტლანდიაში ჩატარებული სადავო შეჭრის შემდეგ, კონსტანტინე მეორე შოტლანდიიდან, ოუაინის სტრატკლაიდიდან და ეინარი დუბლინიდან, იორკის ყოფილი ვიკინგი მმართველი, ინგლისში შეიჭრნენ დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ეინარის ფლოტის გადასვლის ადგილი და მოკავშირეთა ძალების საწესი გადაადგილებები უცნობია. ეთელსტანი შემოჭრილებს სასტიკად გამართულ ბრძოლაში შეხვდა, რომელსაც ქრონიკები ანგლო-საქსონთა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სისხლიანად აღწერენ. ეთელსტანმა გაიმარჯვა, თუმცა ორივე მხარემ მძიმე დანაკარგები განიცადა. ეინარი დუბლინში გაექცა. კონსტანტინემ შვილი დაკარგა და ტახტიდან გადადგა, ხოლო ითვლება, რომ ოუაინი გარდაიცვალა. ეთელსტანის გამარჯვება მისი უდავო ძალაუფლება უზრუნოქო. ბრუნამბურის სახელი დღეს აღარ არსებობს და ისტორიული წყაროები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. სახელის ინტერპრეტაციები მიუთითებს ან ბრუნას ციხესიმაგრეზე, ან ციხესიმაგრეზე ნაკადულთან. შემოთავაზებული ადგილები მერყეობს უირალიდან მეტალურგიული არტეფაქტების საფუძველზე, იორკშირის, კემბრიჯშირის და სამხრეთ შოტლანდიის სხვადასხვა ნაწილამდე. მიუხედავად გაგრძელებული ძიებისა, ეს ისტორიული საიდუმლო შეიძლება არასდროს გაიხსნას. დიდი მადლობა მეგობრებო, რომ უყურეთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააწექით ლაიქი ზოილაკს. ესევე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და დააჭიროთ შეტყობინების ზარს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ ტოპ 5 ანაუნს და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.